გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვართ კვლევითი ჯგუფი პარანორმალი და დღეს უმნიშვნელოვანეს კვლევაზე ვართ შენობაში, რომელშიც უამრავი რამ მოხდა აქამდე და დღევანდელი ღამე პარანორმალს გვიჩვენებს შესაბამის სიტუაციას თუ რა ხდება უკვე დღეს ამ შენობაში, ხოლო მათთვის, ვისაც ეს აინტერესებს თუ რა შენობაში ვართ ახლა, გეტყვით, რომ ეს შენობა გახლავთ, არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ ლავრენტი ბერიას კანცელარიის შენობა. თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ლავრენტი ბერიას, სხვა შენობებიც ჰქონდა დაქვემდებარებაში და იქაც, როგორც ვიცოდით, შეფუთული, რა თქმა უნდა, თუ ობსერვატორია იყო აბსოლუტურად სხვა საქმიანობას ეწეოდნენ და სამწუხაროდ აი ამ შენობაში, სადაც ახლა დღეს ვიმყოფებით, გავარკვიეთ ის, რომ აი ამ ადგილზე ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს გახლავთ საცავი და ყველაფერი შემონახული არის, მათ შორის ძველი ნივთებით, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაშია იმ დროსთან, მაგრამ მაგის თქმა არ გვინდა. ჩემთან ერთად დღეს იმუშავებს სანდრა. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ძალიან ცხელა მინდა აღნიშნო, მაგრამ ძალიან სიბინძურია შენობაში, ყველგან ჭუჭყია და ასე ვთქვათ, წამლებიც კი ვიპოვეთ, ოპერატორი დამიდასტურებს რეგულარულად. ნიღაბი ამიტომ იკეთია, უბრალოდ სანდრა ვერ გაძლო მეგობრებო და ფიზიკურად სუნთქვა გაუძნელდა, ამიტომ მე გვიქნები ნირვით. საცავის შენობა, სადაც ინახებოდა ასე ვთქვათ დოკუმენტაცია და დოკუმენტაციასთან ერთად ყველა ის საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც იმ დროინდელ საქმიანობაში იყო ჩადებული და რა თქმა უნდა აღნიშნავდნენ ყოველ დღეს თუ რა ხდებოდა და რით სუნთქავდა ეს შენობა. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, აქ აი ამ ტერიტორიას ახლავს საიდუმლო გვირაბი, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ. ეს საიდუმლო გვირაბი გადის პირდაპირ კანცელარიისკენ. ჩვენ ახლა ახლოს ვიმყოფებით ამ გვირაბთან, აუცილებლად გაჩვენებთ. გადარაზულია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შეხტევა არ არსებობს. ესეც უკვე გათვალისწინებული აქვს, რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ შეხტევა. და ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ეს არის სარდაფი, სწორედ. ამ სარდაფში, როგორც გადმოცემით გითხრეს, იმ ადამიანმა, ვინც დაგვეხმარა, ასე ვთქვათ, ამ შენობის კვლევებში და მოგვცა უფლება და ნებართვა, რომ შემოსულიყავით და ძალიან მნიშვნელოვანი კი ინფორმაციები ამოგვეყო მთელი ღამის განმავლობაში, მთელი ღამე წინა, რა თქმა უნდა. გითხრა, რომ აი ამ დერეფანში, გაჩვენებთ მაგ დერეფანს, ესეთი გრძელი დერეფანია, ხალხს აწამებდნენ, გვაქვს ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვიკვირს, ვინაიდან არის ობიექტი კარსანი და მათ შორის არის ობიექტი, რომელიც კოჯოში მდებარეობს, იქაც ორივეგან ანალოგიური სიტუაცია ვაწყდებით ხალხის წამების შესახებ. თუმცა მე არ მინდა რომ ძალით დავამძიმო აქ რაღაც გარემოება, უბრალოდ ფაქტებით ვსაუბრობ, ვინაიდან ადამიანი, რომელიც ამ შენობა, ასე ვთქვათ, გადმოგვცა ჩვენ პარანორმალს გამოსაკვლევად, თავადვე მუშაობდა მეგობრებო ამ შენობაში და კონკრეტულად კი კომუნიკაციები გაყავდა თავის დროზე. ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გამართულია, დამეთანხმები რომ ეგრეა. შენობაში არ არსებობს სინათლე, არანაირი ელექტროწყარო, არ არსებობს არანაირი წყალი, არანაირი სხვა გაყვანილობები ამ დროისთვის. სრულიად გათიშულია აბსოლუტურად ყველაფერი. ასე რომ დაველოდოთ მოდი კვლევის მონაცემებს. ვიცი რომ მაყურებელს ძალიან აინტერესებდა. ჩვენ შევეცდებით რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავიაროთ დეტალურად და ყველგან მივიდეთ, სადაც კი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ადგილია გადმოცემის თანახმად, რა თქმა უნდა. ეგ ყველაფერი ჩვენ უკვე ვიცით. თუმცა აღნიშნავთ ერთ უცნაურობასაც, ესე იგი უკვე მოვისმინეთ სამივე ძალიან გარკვევით და გასაგებად, როდესაც შენობის მესამე სართულზე ჯერ კიდევ აპარატურას ვისხავდით, ასე ვთქვათ და ვიღებდით აღჭურვილობას. ამ დროს მოხდა ერთი ძალიან უცნაური შემთხვევა. უცნაური, რა თქმა უნდა, მაყურებლისთვის, არა ჩვენთვის, პარანორმალისტვის. მეოთხე სართულზე კარებმა დაიწყო მოძრაობა. მართალია თუ არა? ადასტურებთ ეგრე იყო. კი ბატონო. იმედია, რომ ამ ყველაფერს უკვე ჩვენ დეტალურად მოვახერხებთ ამ ყველაფრის გადაღებას და ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვისაც და ჩვენთვისაც, როგორც კვლევითი ჯგუფი პარანორმალისტვის, აუცილებლად ძალიან საინტერესო ღამე გველოდება. Ჩვენთან ერთად არის ოპერატორი შოთიკო.
გაურჯევოთ მეგობრებო. და როგორც გითხარით, ჩემი სანდრა. დამხმარე ალექსანდრე. მას ასე მეგობრებო, ეხლა გვაქვს დროს დავხედოთ. დადუანი ერთი შეხედოთ. 10 უკლია. ხო, 20 წუთი. ჯერ 10 საათი არ არის. უბრალოდ ეს დასაწყისია. ჩვენ რა თქმა უნდა, თელეგრამის განმავლობაში აქ ვიქნებით და აბსოლუტურად არ არსებობს მომენტი, რომ პარანორმალს ამ შენობაში თუ კი რაიმე არსებობს პარანორმალური, აუცილებლად ალფბეჯდავს ყველაფერს და ამოვიღებთ ამ დოკუმენტაციას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც აღხმარა ამაში. ნამდვილად. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გვარის ვიცით ვინ არის რა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვაჟღერებთ არანაირად და ჩვენის გადარჩენია, რომ უკვე ცოტა მოგვიანებით 12 საათიდან გადავიდეთ უკვე პირდაპირ ფაქტების ამოღებაზე. ამისათვის რა თქმა უნდა, ყველანაირი აღჭურვილობა თან გვაქვს და მე მგონი დროასათვის გადავიდეთ უკვე. რა თქმა უნდა. ხოლო დაპირებულ გვირაბს, რომელზეც არის საუბარი, მე თქვენ გაჩვენებთ ეხლავე. თუ საიდან გადის, ასე ვთქვათ, პირდაპირ კანცელარიაში ეს ყველაფერი. ოპერატორს ხოლმე გამომყვეს და ფილათ ისე რომ არაფერს ამოვედოთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით საცავში, ეს არის მთლიანად საცავი. კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ კისოსები, ანუ მოდის ჯერ კიდევ შემოსენილია ორივე მხარეს. ჩასასვლელი, რომელიც პირდაპირ ყურადღება იმას მიაქციეს მეგობრებო, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. საცავიდან არის ჩასასვლელი და არა შენობის სხვა ტერიტორიებიდან და რატო? იმიტომ რომ საცავი ყველაზე დაცული ტერიტორია იყო და ბუნებრივია რომ გვირაბი, რომელიც კანცელარიის უკავშირდება, რა თქმა უნდა საცავიდან უნდა გაკეთებულიყო. ამაში ნამდვილად მართალი ვარ, ეჭვი არ მეპარება. რატო? იმიტომ რომ შესაბამისი მოთხოვნებიდან გამომდინარე საცავიდან ხდებოდა სწორედ იმ ადამიანების დაშვება, ვისაც გადაწყვეტდნენ, რომ გაევლო ეს გვირაბი. შევხედოთ მთლიანად, ჩანს კარგად. აი, ცოტა მიიწვია. ხედავთ რკინის კარებს, რომელიც გადაღებულია და მანამდე დამცავი გისოსი, რომელიც გარედან ახლოსთან. ეს რკინის კარები მთლიანად ბეტონის გაშიზის, ასე ვთქვათ, ბეტონირებულია და რკინის კარები. კარგად დაადვენთ აი ამ კადრებს, მეგობრებო, ამას არავინ არ გაჩვენებს, არ არსებობს. აი აქედან ხდება პირდაპირ გვირაბით გასვლა კანცელარიის შენობაში, რომელიც რა თქმა უნდა საგანგებოდ არის დაცული. ჩვენ კი ეხლა დაგჩენია, რომ დაველოდოთ გვიანი საათის დადგომას და პარანორმალი უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ იმუშავოთ თელეგრამზე სწორედ ბერიას კანცელარიაში, მეგობრებო. არავის არ ეგონა თუ ეს შენობა გაიხსნებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და არ დაგავიწყდეთ. დერეფანი, სადაც ხალხს აწამებდნენ, აქ კანცელარიის ქრომით, ანუ ზემოთ სახელმწიფო საქმეები გვარდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით ურჩი ხალხი, როგორც გადმოცემით ვიცით, პირდაპირ ხდებოდა ამ სარდაფში, სადაც მათთვის გამოყოფილი საკნებიც კი არის. გაჩვენებთ ამ ყველაფერს. დროებით და ჩავერთვებით. მეგობრებო, პირველი საათი უკვე
დაიწყო. ჩვენ მთელი ეს დრო, ანუ ველოდებოდით უკვე ასე თქვა გვიანე ღამეს დადგომას და თქვენთან ერთად რა თქმა უნდა ვიდეოს ნახავთ. ეხლა უკვე ვიწყებთ შენობის ძირეულად გამოკვლევას. ამიტომ ვთავთ დეტექტორებს. და სწორედ ამ ადგილიდან, სადაც ეხლა საცავი არის, ნენდელა ეტაპობრივად გავუყვებით და გამოვიკვრევთ სარდაფის ტერიტორიას უკვე პირველის დასაწყის დროს. აი ეს ადგილიც ეხლა სადაც ვანათებთ, ეხლა სწორედ ის ადგილი, სადაც გვირაბი არის, რომელიც გადადის უკვე კანცელარიის შენობაში. მაგრამ ჩვენ აქ მიტოვარებთ, რომ მარტო გვირაბი გამოვიდეს და ამ ტერიტორიაზე ეხლა ტერიტორიაზე ვადრებით მაქსიმალურად სანამ ტერიტორია მომაგრებულიყო და ეხლა გაჩვენეთ სარდაფის გამოკვლევებს. ეს არის სარდაფი, სადაც ბერიას დროს ინფორმაციით გადმოცემით უკვე ვიცით, რომ თურმე ჩამოყავდათ ადამიანები, სადაც აწამებდნენ კიდეც მათ, აი სწორედ აი ამ სარდაფში. ეხლა შევეცდებით, რომ ყველაფერი უკვე დეტალურად გავიაროთ. ნახოთ არის თუ არა რა არის პარანორმალური. ოპერატორი შეგახსენეთ, რომ არის შეთიკო. ვიქნება მანასწორი არ ხდება. არა, შეიძლება. ხო. კიდევ რამეს დავამატებ. ეს შენობა არის ძალიან ახლოს, ასე ვთქვათ, ისეთ შენობებთან, სადაც ბუნებრივია, რომ ეს ხმაური ყველგან ვერ მივანათებთ და ასე შემდეგ. ანუ შეზღუდულად ვიქნებით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისთვის ასე ჯობია, რათა ზედმეტი კითხვები გარედან არ შეგვამჩნიონ და ასე შემდეგ. ხო ხდება. ესეც რა თქმა უნდა უკვე ახალი ელემენტი თუმდე ელემენტი უცბად გვიჯდება რატომღაც მართლაც არის მიზეზიანი. ხმა დეტექტორზე მაქვს გათიშული, მაგრამ დეტექტორი არის მოყვანილი მუშაობ მდგომარეობაში. აი ეს ადგილები ნახეთ, აი აქ. ეს ეხლა ბერიას მერე უკვე ერთხელ გარემოწა შენობა, ეხლა რასაც ხედავთ, სწორედ მეგარი. ანუ შემდეგ პერიოდში ერთხელ გარემონტებული შენობა, თუმცა ძველი იერსახე მომენტებში აქ შენობა შემოქმნილი, იმასაც გაჩვენეთ. It's okay. Aí, ó. Aí. უყურეთ. თანები ვარიდეთ. უყურეთ. აი ხა აქ იყო
მაჩვენებს დეტექტორი არის აქტივობა, აი კი. შენთან რა ხდება? არის აქტივობა ამ ადგილზე, უყურეთ, ჩანს ხო? კი, ჩანს. აი ეს უკვე ნამდვილად. აქ შეხედეთ. ო, განგაში სიგნალი. მეგობრებო, აქ ძალიან ცუდ შეხედეთ. მომენტალურად გადააწითლა. უკვე დავიჭირეთ პირველი მოძრავი სული, რომელიც ამ სარდაფში არის. აქაც არის განგაში სიგნალი მივიღეთ უკვე, ეს უკვე უძრავ ფაქტი, რომ აქ გამოვიჭირეთ ამ ადგილზე. სანდრა, ოდნავ წინ გადი. ნუ ხმა გამორთული მქონდა, როგორც გითხარით, მაგრამ დააფიქსირა კამერა. კი, დააფიქსირე. კარგი. ეხლა რა მიმართულებით წავიდა ეს სული? ნახოთ, შეხვდება თუ არა კიდე წინ ამას მო. აი აქაც არის. გამოიჩენს თუ არა ჩვენს ყურადღებას იმდაბებს, რომ აგვეკიდება თუ არა მაგასაც ნახოთ. და როგორ გააკეთება ეს საინტერესოა. უდაოდ დავიჭირეთ. ეს უკვე ნამდვილად სულის მოძრაობაა, მეგობრებო და საკმაოდ ძლიერი ენერგია აქვს. აი, აქ არის. ნახე, უყურე როგორც კი ვაფიქსირეთ, ხო? აი აგერ ნახე ეს როგორ გვაძლევს. კი, მოძრავი წინ. კი, ერთი მოძრავი სული უკვე სარდაფში ყავს. თანაც ძალიან ძლიერი ენერგიით. ეს ტოპ. აი კარები, როდესაც იყო საუბარი ხედა, უკვე ჩვენ გავასრულებთ ბოლოში. აი ეს კარები გამოტანილი. აი ამ კარები საუბარი. ეს კარები ვინც ჩვენ პარანორმალს გადმოხდა ეს საქმე, სულ ამ კარზე საუბრობდა, რომ მე ის დავუკეტე და თავისით გაიღო. ჩვენც რა თქმა უნდა, ხა იქით არის კიდე ოთახი შევამოწმებთ, თუმცა იქ დაფიქსირდა ძალიან ძლიერი მოძრაობა და პირდაპირ სულს ეკუთვნის, რა თქმა უნდა. ეს არ არის ასტრალური ველი და ასე შემდეგ, ეგ იყო პირდაპირ მოძრავი სული, რომელსაც ეგრევე შევხვდით გადავიკვეთით იმ მომენტში. აი აქ არის რაღაცა წითლებს ეგე. აი აქ. შესაძლოა ახლა ის დაყვება და სადღაც მომხდარა, მაგრამ თავები ახლა ჩავიდეთ ძალიან და ფანჯრებისკენ არ გამოსწორდა. ოჰო, ცოტა უხოწმე. ჩემი სულა ჩვენებს უკვე აქ. აი აქეთ ხარიც გამოიწია. ნახე. არ არის ეგის. არა. არ არის. კაი? ხო, ნებელო გავტრიალეთ უკან. მოძრავი. ცნობისთვის ამ კარს ეხლა დავკეტავთ. ამ კარს დავკეტავთ. ნახოთ აბა, ჩვენი დაკეტილი კარი, ყველამ დავიმახსოვროთ, რომ კარი დაიკეტება.
მჭიდროდ, ანუ გაიჭერდა კარები, ამ კარის თავისით გაღების შანსი უბრალოდ არ არსებობს. დავიმახსოვროთ ახლა ეს დაკეტილია და რა თქმა უნდა ჩვენ შუაღამის პერიოდში ამ ყველაფერს კიდევ უფრო გადავამოწმეთ დაკვირვები და ვნახოთ. თუ არა ეს კარი მოძრაობაში არის როგორც გავიგებთ, როგორც გადმოცემისთვის სწორედ ეს კარი ჩაგატეს და გაიგო. თავში. კეთილი. სადაც ამ ტერიტორიაზე, აი აქ, ამ ადგილზე, უნდრიო questo-და ხდება. ეს მომენტში ჩამოგვენის მასკი გავიგეთ, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი უკვე კამერების წინაშე საფარდებით უნდა დავაგესტო. ეს კოდია დავიდეთ. რატო იციო? ეს ძლიერი მოძრაობა, რაც საფიქსირდა. საწავი და საინტერესო იყო. აი ეს ადგილები, სადაც ვიღებთ, ხო? ეს არის რეალურად სარდაფი. ეხლა კი ხედავთ, რომ ჩამოტანილია ნივთები, მაგრამ ბერიას დროს ყველაფერი ასე არ გამოიყურებოდა. გაცილებით უფრო უარესი სიტუაცია იყო. მოძრაობა შეიძლება რა იმანდებს. აი კიდევ ერთხელ გუნდები ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ ბერიას კანცელარიის შენობაში, რომელსაც თავად გამოგებდა რა თქმა უნდა. ის მოძრავისული აქ არ იმყოფება ახლა, კონკრეტულად ამ ადგილზე და ეხლა დაგვრჩა სპეციალურად არ უყავ, იმიტომ რომ განგაში გავიგოთ. ეს იყო საფრთხე. ვფიქრობ, ექსული, ანუ რომელიც ჩვენ შეხვდა, ზედა სართულზე გადაინაცვლებდა. მეც ეგრე ვფიქრობ. ავიდეთ. წამოვიდეთ და შევამოწმოთ ზედა სართულებიც. იმიტომ რომ აქ არ არის ეს, ანუ ამ მომენტისთვის აქედან გავიდე და გამოვიდეთ ამაზე. ეს კარებიც დაიმახსოვრეთ, რომ ვიღა. ესე იგი. აი საკარი. აი, სწორედ ამაზე ლაპარაკი. შეხედე. დააფიქსირე. ფიქსირე. კი, გაწევი კამერა. კინოღა განგას. აი, შესაძლოა რომ განგაში ფინალის მიიღოს მეგობრებო, იმდენად ძლიერი მოძრავი ძალა. ის აქ არის.
შეიცავდა იმოძრავა რა თქმა უნდა და გადაინაცვლა, მაგრამ ეს უკვე იმის ნიშანია, რომ პერიოდულად ჩვენთან აფასოდის ძალიან ახლოს და როდესაც უკვე ხედავს, რომ ჩვენ ის დავაფიქსირეთ მომენტალურად გადაინაცვლოს გადავა სპასიში. კაი, აქ უკვე დამგებული გვაქვს. ჩვენც გვინდოდა, ანუ სარდაფს ძალიან ძლიერი მოძრავი სული, ეს ერთი. კარგი. ნახოთ, რა ხდება სხვაგან. თუმცა ჯერ პირველი სამხელვარია და რა თქმა უნდა შუამის პერიოდი არ არის და არავინ არ ვიცით რა გააქტიურდება ამ დროის განმავლობაში, როდესაც შუამის პერიოდი მოვა. თუმცა დასაწყისში ეს უკვე ასეთი ძლიერი ძალა, რომელიც ძლიერი სამხელვარის შენობის სარდაფში მოძრაობს, ეს უკვე უბრალოდ დაფიქსირებულია. ზედან მხარეს კარების მოძრაობა, რომელიც ჩვენ გავიგეთ, მეოთხე სართულიდან. იქაც რა თქმა უნდა ავსწავლეთ. კეთილი? აი წამგეთ მოვანახოთ. გახსოვს რა თქვი მე? ჯერ კიდე კამერები რო იყო გამართული? ჭერზე იქით ჩვენ რომ მაშინ ვჯობოდით, რომ ჩვენი ის გოგონა გამოსახულება. კი. საქმე აჩვენებს, რომ ეგ არ იყო ჩვენი გამოსახულება უყურე. აი, მოგდი რომ ჭრილი დავინახო, მოძრავი ჭრილი. შავი მოძრავი ჭრილი, რომელიც ძალიან ჩქარა, კედლის გასწვრი და კუთხე, ანუ სადაც ჩვენ ვიყავით, მოძრაობდა ძალიან ჩქარა. მე ერთი პერიოდი გაჩერდა და გადმოინაცვლა უკვე აქეთ ხოლმე. აი, საფიქრება რომ რას შემოგვიდგება ამ მასალას. წელიწად. მაგრამ იგი შეიძლება რომ თუკი ის მოძრავი ძალა და ეს სული ერთი და იგივეა, მაშინ ცუდი იმით არის, რომ შავია გამოსახულება და არაფერი. და იმას ნახო არ არის კოსმოსის. მეგობრებო, შენობის ეს ნაწილი პირველის ნახევარზე დრო გამოკვლეულია და დადგენილია, რომ აქ ასე ვთქვათ, სარდაფში არის ნამდვილად მოძრავი სული, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია აქვს, როცა ის ფიქსირდება. მაგრამ მეორე შემთხვევაში ცოტა დააგრა და განგაში სიგნალს მოგცემდა. ის ძალიან ახლოს მომიახლოვდა პირადად მე ორივე შემთხვევაში. ნახოთ რა გაგრძელება იქნება ამ ყველაფერს. დროებით გამოვსწრათ კამერას, უკვე გადავინაცვლოთ შენობის შემდეგ სართულებზე და უკვე იქიდან დავიწყებთ კვლევებს. ნახოთ რა გვხვდება ამ შენობაში დღეს და რა დასკვნებს ამოიღებს რა მასალებს პარანორმალი. ტელევიზიის გამომებაში დროებით და ჩავერთვით. ეს უკვე არის ასტრალური ზონა შეხედეთ. მეგობრებო, ეხლა კიბეზე ამოდიოდით, იძულებულები ვიყავით კამერა ჩაგვერთო. აი ეს ხარ არის. ხედავ. ეს სტატიკა. აი, შეთანხმებას არ შეგისინდეთ. ეს სტატიკა.
კაი, შენთან ახლოს არ შეგისინდეთ. ეს სტატიკა. კაი, შენთან ახლოს არ შეგისინდეთ. შენთან ახლოს იყო. შევ გააფრთხილდა შენობაში. აი, აკაც, ნახეთ. აი, მოგიშინია, გააფრთხილი ზურს უკან. შვილებს მომკიდე შენ. მეგობრებო, ძალიან ცუდი მომენტები დაიწყო. ოპერატორო გადაიღო ყველაფერი. ბოლომდე ვიღებთ. მეგობრებო, ეხლა ამ შენობაში გააქტიურდა ძალიან ბოროტი ძალა. რატო ვიძახით? ეხლაც კი ამ მომენტში აქ გვიდგას წინ. დაიწყო უკვე მოქმედებები, დააფიქსირე, ხო? აი, შეხედეთ. სანდრა. კი. ჩვენთან ახლოს კი. არანაირი შიში, ვიმოქმედოთ გაბედულად შენს ახლოს ნო. რაც შეეხება ყველაფერს. ყველაფერი უნდა დავაფიქსიროთ აბსოლუტურად. ძალიან კარგი. კიდე გამეორდა, ხო? აი, შეხედეთ. რაღაცა ძალიან ახლოს დგას ჩვენთან, აი ამ მომენტშიც კი და უკვე გვესმის მისი ძალიან ბოროტი ქმედებები, რომელიც დაფიქსირდა უკვე. აი, შეხედეთ. ეხლა ის უშუალოდ აქ არის. პირდაპირ ჩვენ წინ დგას. გასაგებია, ძალიან კარგი. ეს არ არის კეთილი ძალა არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო. შეხედეთ, არც კი ეშინია ჩვენი აქტუებს. სანდრო, ზურგს უკან, შენ ზურგს უკან. მოყურეთ, ძალიან ძლიერი ძალა გამოჩნდა. აი, შეხედეთ. ამას შეხედეთ. კაცმა არ იცის რითი გვიპასუხებს ეს ძალა. საშინელება ხდება. კარგი. გამიშვიდე. კიდე ზეავიდე, სანდრა ზურგს უკან მოყურე. შენთან არის შოთა? აი, გასაგებია, რა ჩვენთან დგას. კაი, გადი, ზევით არის. ნახოთ რა სიძავს. ნახოთ. რა ზურგს გამოჩნდა. არის წერან დაგვაყო. ყარა თავზე ყველაფერი. მეგობრებო, ეს დააფიქსირე კამერები? გადავიღე, კი, უნდა იყოს. აქაც არის ზონა ასტრალური, ხედავ აზერ კილოტონა. აი, ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ პარანორმალმა პირდაპირ ვთქვათ, ეს ზემოსვლა ვერ მოასწარეთ. არა უშავს, ცოტა შეეშინდათ, არაფერია. ჩართულია. ადრენალინი იყო. რაღაცა საფიე როგორ ხარ? ახლა არ გამიგვიდე თუ რაღაცა მოხდება. იმიტომ რომ აი ოპა, აქ არის. ის ახლა ჩვენთან არის. შეხედე. გაწიებთ ამრები, როცა ამას იგებ გაწიებთ ამ. აქ უყურე. შეხედე. ეს გარედან შემოდის. ასე თუ გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ძალა უკვე აგვიდევნა, რეალურად დაყვება უკვე. სანდრა, გითხარი, ჩვენს ზურგს უკან. საშიშია მანდრომა. აი უყურეთ. მეგობრებო, ეს ძალა ეხლა რომელიც პირდაპირ ჩვენ წინ დგას. ხო, შეხედე, გადაიღე, სანდრას გადაიღე. რაღაცა ძალიან ცუდა ფარგლებია. ჩემთან არის. აი, ჩემთან არის. როცა დეტექტორი აციტებს თქვენ მოძრაობა შეწყვიტებს. თითოეული ნაბიჯი შეიძლება იყოს ძალიან მაგ დროს. ეს შენობის რომელი ხარია? ჩვენ მოძრაობას ეხლა. ჩვენ
შემოდან არის ხო? კაი, წავა. კი. ამომიჩი აღარ არის ჩუქარი. ხმაი ყონა. ბოლო სართულზე ამოვიდეთ იცგა. აი უყურე შეხედა ყვალსათ მოყავართ. შედა ამას უყურე. თხილა. ოთხივოთ ნო. მე როშოშია მომცე. მეგობრებო. ეს ახლა რაც მოხდა. ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. მოიცოდეთ. სანდრა ბურგიდან აღმოჩნდა. აქ შედიოდი. შევიდე ხელი. აი ისე მოუყურე. ცოტა აპარატურა ჩამომგლიჯა. ეხლა კიდე აქ არის. ძალიან ფრთხილად. აი უყურე ის აქ არის. შეხედე. ბიჭო, სანდრაზე მისიმია და სანდრა. თუ რაღაცა. მიახტე. არის მოძრაობა. ერთი წუთი. არის მოძრაობა. სადაც წავედით, ყველგან დაყვებოდა. ყველგან მოვუდება. და ისე ახლაც აქ არის. ანუ მისი გამოჩენა იწევს აბსოლუტურად წინასწავლელი გაიგეთ რას გააკეთებს. წერა მეკოდა აპარატურა მომგლიჯო. ისეთ გადაიღე. უშეცდომო დეტექტორები, გვატყობინებენ ძალიან ძლიერ. აი აქ უყურე. საშინელება ხდება ბიჭო აქ ხანახე. ფარანაკოვად ხარ მოძრაობს უყურე შეხედე ამას უყურე. ჩვენ წიგას. აუ. სადარ არის ხა. ფოტოაპარატი სასწრაფო. ხო ვიცი ძალიან ძლიერია. ნახე როგორ დგას ნაგლად არ მოძრაობს უყურე შეხედე რა. ვიღარ შენ. აკეთებ ეს ფოტოაპარატი ბიჭო. ვიღარ შენ. თვითონ პასუხობს უყურე. შეხედე მას უყურე. არაში სასწრაფო ჭირდება ინფრაწითელი. კაი წავედით. ჩვენ ახლა უნდა მოხდეთ მეორე სართულზე, სადაც კამერა არის რა. და უთახები უნდა დავუმუშავოთ ყველაფერი.
შეხედე რა უბრალოდ როგორ ნაგლად მოყვება რა ამას შეხედე და რაც გააკეთებს კაცმა ეს უბრალოდ თავი რა ხო შეხედე ამას უყურე ბიჭო და ყველაფერს ის რაც იყავით რაც არ უნდა მოხდეს არ შეგეშინე კანგე ოპა გეთქას მინა გეთქას აი გამოდრომუნდეს ხო იცი აქედან უნდა ჩავიდეთ თუ იქ იქიდან გადაიღე მოგეშინია ფერაფი მოგეშინია შვიდად წყნარად მეგობრებო დაიწყო უკვე აქტიურობა შენობაში როგორც ხედავთ უკვე ძალიან მაგრად გააქტიურდა ეს არის აშკარად ძალიან ძლიერი ბოროტი დემონური ძალა რომელიც ახლა შენობაში მოძრაობს სასტრაფოდ მეორე სართულზე სადაც ბაზა გვაქვს ყურადღება აღარ მივაქციოთ რაც არ უნდა მოხდეს აი ეხლაც შეხედეთ კაი მომისმინე სანტა ზონიდან აღმოჩნდა აქ შორდები ოპერატორი ჩვენთან ახლოს ძალიან ამას აღარ ვახდეთ ყურადღებას ერთადერთი ეს ნახე რაღაცა ბიბეზე ამოდის კაი მომისმინე ჩვენთან მოდი კაი მომისმინე ჩვენთან მოდი კაი მომისმინე ჩვენთან მოდი კაი ჩვენთან მოდი ხოს მოდი სანტა აფასიდი. Te la das, y te digamos que